ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 დემონსტრანტის პროცესი გრძელდება. საქმის მთავარმა გამომძიებელმა ზვია ცეცხლაძის იმ ვიდეო ჩანაწერის შინაარსი აღწერა, რომელიც საქმეშია და ხმა არ აქვს, როგორც არსენ ხუნაშვილმა განაცხადა. ვიდეო Facebook-იდან გადმოწერილია და მის მიერ გაშიფრული მასალა ჰქონდა ხმა ზვია ცეცხლაძე რევოლუციის გეგმებსა და პოლიციელებზე თავდასხმაზე საუბრობდა. ადვოკატების განმარტებით ცეცხლაძის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებას ვიდეო ჩანაწერს არ აქვს ხმა და მისი პროკურატურამ გადაწყვიტა მოწმე გამომძიებელს ჩვენებაში ათქმევინოს ვიდეოს შინაარსი, რომ მოსამართლემ შეძლოს მტკიცებულებად მისი გამოყენება. შეგახსენებთ, ცეცხლაძეს და კასრაძეს, ასევე კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, სხვა ბრალდებულებს კი მასში მონაწილეობას. არც ერთი ბრალდებულის მიმართ არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება და წარმოდგენილი მტკიცებულებების კანონიერებაც მოგეხსენებათ ჩვეშ არის მისი მოპოვების სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრების წესის დარღვევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მოვალეობის შესრულება და შესაბამისად ეს პირები, რომლებიც უკვე 8 თვეა ციხეში და პატიმრობაში იმყოფებიან, წარმოადგენს არასამართლიან და უკანონო ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან. წინაზე დავიწყეთ უკვე საქმის მთავარი გამომძიებლის დაკითხვა, დღეს გავაგრძელებთ აღნიშნული მოწმის დაკითხვით, ბუნებრივია გვაქვს უამრავი კითხვა მასთან, მისი ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებასთან, თუ რამდენად იყო ობიექტურად, სამართლიანად და ყოვლის მომცველი ეს გამოძიება ჩადერებული და თუნდაც ის, რომ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები თვითონ რას ფიქრობს აღნიშნულთან დაკავშირებით.